პარტიამ გახარია საქართველოსთვის და კოალიციამ ლელო ძლიერი საქართველო 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს. როგორც ბერდიას სიჭინავამ თქვა, პარტიები თვითმმართველობის არჩევნებში საერთო ბრძოლასა და პრინციპებზე თანხმდებიან. მისი თქმით, ისინი ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიასთან, საზოგადოებრივ მოძრაობასთან თუ ცალკეულ ინდივიდებთან მემორანდუმში ასახულ პრინციპებზე დაყრდნობით თანამშრომლობისთვის მზად არიან. პარტიებს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს დღეს ხელი გახარია საქართველოსთვის აღმასრულებელმა მდივანმა ბერდიას სიჭინავამ და ლელო ძლიერი საქართველოს გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ მოაწერეს. მათი თქმით, ისინი ეცდებიან შეთანხმდნენ მერობის არაპარტიულ, ნეიტრალურ, ასევე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებზე ან საერთო პარტიულ კანდიდატებზე. ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება და კოალიცია ძლიერი საქართველო აცხადებს შეთანხმების მემორანდუმის თანამშრომლობის საწყის პრინციპებს, რაც გულისხმობს საერთო ბრძოლას, კოორდინაციას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, იმიტომ რომ არ არის ეს სტანდარტული არჩევნები, შესაბამისად ჩვენ უნდა გამოვრიცხოთ ურთიერთკონკურენცია ამ არჩევნებზე, ამიტომ მერობის არაპარტიულ ნეიტრალურ კანდიდატებზე ვეცდებით შეთანხმება დავდოთ, ასევე მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატებზე ან და საერთო პარტიულ კანდიდატებზე, რაც რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ რაიმე ფორმით ჩვენ ნორმალიზებას ვახდენთ რაიმე პროცესის, ეს პირიქით პროტესტის მასშტაბური გაშლის, გეოგრაფიული არეალის გაშლის, პროტესტის გაფართოების და ახალი მუხტის მიცემის დამატებითი საბრძოლო კიდევ ერთი ხაზი არის. ამ ვითარებაში, როცა მიმდინარეობს საქართველოს ბიუჯეტის ძარცვა, რუსული რეჟიმი, როგორც სინდიკატი, ყოველდღიურად საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ატარებს სპეცოპერაციას, უნდა არსებობდეს ვინმე პოლიტიკოსები, პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო ჯგუფები, რომლებიც შეებრძოლებიან ივანიშვილს ყველა ველზე. ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი კოლეგების განსხვავებულ პოზიციებს სხვადასხვა სტრატეგიასთან დაკავშირებით. ჩვენ არ ვპასუხობთ არანაირ ბრალდებას და არ შევდივართ კინკლაობაში. იმიტომ რომ ძალიან მარტივი და გასაგები მიზეზის გამო 4 ოქტომბრის შემდეგაც ჩვენ უნდა ვისაუბროთ ერთობაზე. დღეს ჩვენ შევთანხმდით კოალიცია ლელო ძლიერი საქართველო და გახარიას გუნდი, პარტია გახარია საქართველოსთვის თანამშრომლობის საწყის პრინციპებზე. ეს თანამშრომლობა არის სწორედ ის მნიშვნელოვანი მოთხოვნა, რაც ჩვენს მოქალაქეებს გააჩნია. როგორც ცნობილია, 4 ოქტომბერს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ ლელო ძლიერი საქართველო, გახარია საქართველოსთვის და გირჩი. ბრძოლის განსხვავებულ გზას ირჩევს 8 ოპოზიციური პარტია, რომლებმაც არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს. ესენია თავისუფლების მოედანი, დროა, გირჩი მეტი თავისუფლება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო, ახალი და ფედერალისტები. პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ არსებულ რეალობაში ამ პროცესში მონაწილეობა მოქალაქეების ინტერესებს არ ემსახურება და ქართულ ოცნებას მხოლოდ ლეგიტიმაციის ფასადს შეუქმნის. გახარია საქართველოსთვის და ლელო ძლიერი საქართველოს თანამშრომლობა სპეციალურ ბრიფინგზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს არ არის თანამშრომლობის პაქტი გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძეს შორის. მისი თქმით, ეს არის თანამშრომლობა ბიძინა ივანიშვილსა და ამ ორ პოლიტიკურ ძალას შორის. ბოკუჩავას შეფასებით, ყველამ უნდა გაიაზროს ის, რომ ბევრი ფული ქვეყნის ბედს ვერ გადაწყვეტს. სამწუხაროდ მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი შეფასებით ეს არ არის თანამშრომლობის პაქტი გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძეს შორის, ეს არის თანამშრომლობის პაქტი ამ ორ პოლიტიკურ ძალასა და ბიძინა ივანიშვილს შორის. დღეს გაფორმდა ეს პაქტი სამწუხაროდ და ჩვენ ყველაფერს უნდა დავარქვათ თავის სახელი. მესმის, რომ სამწუხაროდ ქართულ პოლიტიკაში ფული ბევრ ამას წყვეტს, მაგრამ ის ვერ გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის ბედს და ეს უნდა გაიაზროს ყველამ ძალიან კარგად. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ჩვენ შევძლებთ, რომ ის კამპანია, რომელიც უკვე დაწყებულია იმისთვის, რომ რუსული სპეცოპერაცია არ შედგეს და საქართველოს არც ერთმა პატრიოტმა მოქალაქემ მონაწილეობა არ მიიღოს 4 ოქტომბრის სპეცოპერაციაში იქნება წარმატებული. მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს 9 ივლისს ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია ეხმიანება, რომელშიც ნათქვამია, რომ ოპოზიციის მთავარი ლიდერების დაპატიმრების გამო მუნიციპალური არჩევნები ვერ იქნება თავისუფალი და სამართლიანი. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ არსებული პოლიტიკური და სამართლებრივი პირობების გათვალისწინებით მუნიციპალური არჩევნები უზარმაზარ გამოწვევებს უქმნის ნებისმიერ პოტენციურ მონაწილეს, რომელიც თავისუფალ და სამართლიან კონკურსს ელის და მეტიც რეზოლუციის თანახმად თვითგამოცხადებული ხელისუფლება ასეთ მონაწილეობას ახალი სტატუს-კვოს აღიარებად გამოიყენებს.
ევროპარლამენტარებს მიაჩნიათ, რომ მომავალი არჩევნები არ წარმოადგენს შესაძლებლობას ასახოს ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანი თუ დაპატიმრებული და დაკავებული პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერები არ გათავისუფლდებიან და არჩევნები არ ჩატარდება გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, რომელსაც ზედამხედველობას დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაცია გაუწევს. 3 აპრილს ცესკოს მიერ მიღებული დადგენილებით საარჩევნო უბნებზე დამკვირვებელთა თავისუფალი გადაადგილება, ამომრჩევლის პირადობის დოკუმენტის დათვალიერება და აღმოჩენილი დარღვევების დოკუმენტირება შეიზღუდა. ამ არჩევნებზე დასაკვირვებლად ქართულმა ოცნებამ არ მოიწვია ეუთო ოდირის სადამკვირვებლო მისია.